34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჭრდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მოადგილე ანზორ მარგიანთან და მთავრობის წევრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ყველა იმ გმირს, რომელსაც თავისი სიცოცხლე შეწირა საქართველოს დამოუკიდებლობას, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და მე პირადად ვთვლი, რომ ეს დღე არის როგორც ტრაგიკული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ უახლოეს ისტორიაში. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების, რომელსაც იბრძოდნენ თავისი დამოუკიდებლობისთვის.